პორტუგალიაში გამართულ საერთაშორისო ჰოკეის ფედერაციის ყრილობაზე საქართველოს ჰოკეისთან ნაკრები მესამე დივიზიონში დაუშვეს იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრებმა გათამაშებაში მონაწილეობა მიიღოს, ფედერაციამ უნდა უზრუნველყოს მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილება. წლის ბოლოს საქართველოს ეწევა საერთაშორისო ჰოკეის ფედერაციის წარმომადგენელი ლუკ ტარდიფი, რომელიც ნაკრების სათამაშო და სავარჯიშო ენას შეამოწმებს. შესაბამისი კომისიის შემდეგ საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგში გამართულ მესამე დივიზიონის მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, სადაც მასპინძელი ლუქსემბურგი, ბულგარეთი, ჩრდილოეთ კორეა, ჰონგ-კონგი, არაბეთის გაერთიანებული ემირატებისა და საქართველოს ნაკრებები იასპარეზებენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეგზოტიკური სპორტის სახეობაა ჩვენთვის, საკმაოდ ზის ქართულ ხასიათში, ჰოკეის ყველაფერი აქვს, თუნდაც ის, რომ აუცილებელია, რომ მოთამაშის კონდეს სისწრაფე, კონდეს ტექნიკა, კონდეს ხედვა და თუ ამ ყველაფრით ვერ ვჯობნით მეტოქეს, ბოლოს შეგვიძლია ჩხუბში მაინც მოვუგოთ. უფრო სერიოზულად კი მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენთვის, ქართული ჰოკეისთვის მიღებული პორტუგალიაში კონგრესზე, ჩვენ დაგვიშვეს მესამე დივიზიონში, ეს არის პრინციპში ყველაზე დაბალი დივიზიონი ამ ეტაპზე, თუმცა საქართველოსთვის ეს არის შანსი იმისთვის, რომ სპორტის სახეობა განვითარდეს. რა თქმა უნდა, სპორტის სახეობა, რომელიც ქვეყანაში შეიძლება განვითარდეს, ამას რა თქმა უნდა მხარი უნდა დაუჭიროთ. ჩვენ ოდესაც ყავდა ჰოკეის ნაკრებიც, ეს მეორე მცდელობა რომ აღდეს საქართველოში ეს ტრადიცია. ნახოთ როგორი გაგრძელება მოხდება ამას, ჩვენ რა თქმა უნდა ამას ძალიან გულისყურით მოვეკიდებით და მზად ვართ თანამშრომლობისთვის ფედერაციასთან.